მეგობრებო, მიხარია თქვენი ნახვა ჩემ არხზე. მე ვარ მარიამი იგივე მილესი და ვლოგში მინდა რომ გავაერთიანოთ ჩემი ცხოვრებიდან 2 დღე. პირველი დღე არის დიზაინის ინსტიტუტიდან, როდესაც ვიყავი არტისა და კრაფტის პრაქტიკულ ლექციაზე და მეორე დღე არის დღევანდელი დღე, რაც ვაკეთებ ხოლმე, როდესაც სახლში ვარ, რა საქმეები მაქვს ხოლმე და ასე შემდეგ. მადლობა ყურადღებისთვის და იმედია მოგეწონებათ. ეს არის ჩემი ვლოგის დასაწყისი. ახლა ვარ დიზაინის ინსტიტუტში და გვიტარდება არქიტექტურისა და კრაფტის ლექცია. ძალიან დავიღალე. შეხარობდი, მაგრამ რეალურად იწყება უფრო გვიან. მოვედი უსუსხდე. ახლა ისე ძალიან წუნდა რომ ალბათ მეთქი გადაიღებს ხო ბიბლიოთეკაში მოვედი წიგნი ჩავაბარე და მეთქი გადაიღებს უეჭველი ხო მაგრამ მე მგონი არ გადაიღებს უფრო იმატებს და უნდა წავიდე მაგრამ არ მინდა იმიტომ ის თუ დავსრულდები თუ ასე შევიყარე აპდეიტი ახლა ამერიკა მამას ჩემმა და მე თქვა წამოგიყვანო ამიტომ წამომიყვანს ძალიან მიხარია და არ დავსრულდები დიდი ალბათობით შეიძლება უფრო ნაკლებად დავსრულდები ყველა ვარიანტში მაგრამ უფრო ნაკლებად ვიდრე ჩემ დროს ვიყავი არ ვიცი სიმართლე რომ თქვა ის awkwardness და უხერხულობა საზოგადოებაში გადაღებით არცად არ მიდის ანუ ამბობენ რომ რაც უფრო მეტ გადაიღებ უფრო გადის მაგრამ არ გადის უფრო მიმატება იმიტომ რომ ახლა ეს ხალი არის და მიყურებს და უხერხულად თქვა რომ ვიდეო გადავიღო მაგრამ უფრო დავსრულებ თუმცა და პირიქით უფრო მეტი ვილაპარაკო და უფრო ბრძელი ვიდეო გადავიღო რომ ეს ხსნობა რაღაცნაირად დავსრულე რა მეგობრებო, ახლა გავერეცხეთ ჩემი მეიქაპის ფუნჯები დავაგეცოთ ოთახი და მინდა რომ ერთად ვიყავით სტიკერი დიზაინის ინსტიტუტიდან, როგორც უკვე წინა ვიდეოში ვთქვი, შემდეგ ვიდეოში დავაკრავ მეთქი და ამიტომ მინდა რომ თქვენთან ერთად ეს გავაკეთო და ასევე მინდა რომ გაჩვენოთ რა არის ჩემს ამ კენონში. როგორც უკვე ვთქვი წინა ვიდეოში და თუ არ გინახავთ აუცილებლად ნახეთ. წინა ვიდეოში ვამბობდი იმაზე, რომ ყველა აქტივობიდან გარკვეულ რაღაცა რესურსებს, ასე ვთქვათ, ან სტიკერს, ან კალამს, ან ფანქარს, ან ნებისმიერ რაღაცას ვიტყვევ ჩემთვის სამახსოვროდ დროთა განმავლობაში დავუბრუნდა და ვნახო და გამახსენეს და გამიხარდეს. ამიტომ მინდა რომ გაჩვენოთ ჩემი პენალი, რომელიც არის ერთ-ერთი საზღვარგარეთ სკოლის გამოფენა იყო და ერთ-ერთი ეგეთი სტენდიდან ასე ვთქვათ, ავერა რუსთავის უნივერსიტეტის ესეთი უსწოდ მაჩუკას ეს პენალი თვითონ ვიცი იყო college counselor მაჩუკა მითხრა რომ ავსოლუტურად ეწვია ჩვენ საიტზე და ასე შემდეგ მოგეცანათ ჩავმოვდები მაგას და აი ასე გამომიყურება შიგნიდან ჩემი აზრით საკმაოდ ბევრი რაღაცა არის იმის გათვალისწინებით რომ ეს ყველაფერი დამკვიდრდა 1 წლის განმავლობაში და არ არის ესეთი დიდი დრო და ამ დროის განმავლობაში საკმაოდ ბევრი რამ დამკვიდრდა და ძალიან მიხარია ხოლმე ამ პენალს როცა გავხსნე და ვუყურებ ხოლმე იქ რა არის რამდენიმე რაღაცა უკვე გინახავთ იმიტომ რომ თუ წინა ვიდეო ნახეთ დიზაინის ინსტიტუტიდანაც არის რაღაცები მაგრამ მაინც ვარჩენებ იმით რომ შეიძლება ვიღაც არ ვნახავს წინა ვიდეო ესე იგი პირველი არის ევროპის დღის ასეთი სტიკერები არ ვიცი ჩანს თუ არა საერთოდ როგორ ვიღებ არ ვიცი მედია ჩანს და ეს არის 2025 წლის ევროპის დღის სტიკერი და ასევე მაქვს 2026 წლის და მოდით
გარკვეულწილად ჩავატაროთ, იმიტომ რომ ეს უფრო დიდია, თან ვერტიკალური ესეთი იყო და აქ უფრო მეტი სტიკერია. ანუ ეს 2025 წლის, ეს 2026 წლის. ორივე ერთნაირად მოწონს, ჩემთვის დიდად მნიშვნელობა არ აქვს, როგორი იქნება, მაგრამ შევაწყე, რომ აქ უფრო მეტი ახალი სტიკერი არის და გაცილებით უფრო მრავალფეროვანი არის რა. მაგალითად, ეს სამი რო ვიღოთ. ნუ ეს ფერები არ იყო წინა წელს, უფრო სხვანაირი ფერები იყო და რამდენიმე მიკროლი მაქვს ლეპტოპზე. აი, ასე მივაკარე, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა, არ მომწონს დიდად, ანუ ისეთები არ ვირჩიე, რომ არ აღიქვა ყველაზე უფრო კეთილად შეიძლება და რომ ამერჩია. არ შეიძლება ეგეთ შევცვალო, იმიტომ რომ არ მომწონს რომ უყურებ ლეპტოპს, არ მსიამოვნებს რომ უყურებ ამ სტიკერებს და შეიძლება შევცვალოთ. ნახოთ. ესე იგი, ევროპის დღის ორი სტიკერი უკვე ვთქვი, ასევე მაქვს ასეთი ბრასლეტები, ეს არის სიფსუდან, ეს არის ნიუჯენ უნივერსიტეტიდან, ეს გამოიყურება. ასე. თუმცა ეს ბრასლეტი არ არის მეგონი, ეს არის ბანაკში ვიყავი და თერმოსს მოყვებოდა ეს რაღაცა, თერმოსზე ზედი იყო და მოვაძრე და ბრასლეტს გავსახვა. ასევე მაქვს ასეთი, დიზაინის ინსტიტუტიდან არის თურმე მე როგორც გავარკვიე, ეს არ ყოფილა ბეიჯის რაღაცა, ანუ ესეთი რომ კეთიათ ხოლმე რასაც სახელი გვარწერი, ეგეთი რაღაცა არ არის, თურმე ტელეფონის კეში ჩასადები არის ეს და მე ლამაზად არის რაღაცა ეგრე მითხრეს მოკეთ, მაგრამ მე უბრალოდ სამახსოვროდ მაქვს შენახული სიმართლე რომ ვთქვა. ეს არის ევროპის დღის ასეთი ევროპის დღის ბრასლეტი, რაც მეკეთა ქაღალდი, როცა შევედი გამიკეთეს და სამახსოვროდ დავიტოვე. ეს არის დიზაინის ინსტიტუტის სოციალური დიზაინის დღეების ორეცალი ასეთი ქაღალდი იგივენაირი. წინა ვიდეოში ვაჩვენე, უკვე მოდის სხვა რამეს ვაჩვენე და მე ისე მოწვევ რა შეიძლება გითხოთ. ესე იგი, აქ მაქვს სეოს ორეცალი ასეთი ტელეფონის სოკეთი, ანუ გავუკეთებ ტელეფონს და მე ესე გიჭირავს. თუმცა არ ვიყენებ, იმიტომ რომ სამახსოვროდ მოყოლაფერი. ეს არის მესტუმრე სულ ამაზესი აქსესუარი, რასაც ყველაზე შეიძლება მიამოღრო და ასიარო და დახურვის ცერემონიაზე მოგვწეს. თუ არ მინახოთ ეგ ვიდეო, აუცილებლად ნახეთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო იყო მართლა და ეს რაღაც დაგვირიგეს ყველას. ეს არის ბანაკიდან ბეიჯი, აი ასეთი არის. და ძალიან მიხარია რომ ბანაკში ვიყავი, მართლა ძლიერობას ბანაკია, რომელიდანაც ვლოგი მიდევს, ცოტა მოკლე ვლოგია, მაგრამ მაინც წარმოდგენას შეგიქმნით, თუ როგორი იყო საერთოდ ეგ ვაიბი ატმოსფერულ პუტაზე. და ახლა მოდის კალმები. ამ კალმებს მალე გაჩვენებთ, იმიტომ რომ დიდი საინტერესო არაფერი არ არის. ეს სამი კალმი არის High School Georgia-დან, ანუ UG-ro არის საქართველოს უნივერსიტეტი, იმის პროექტი არის და იქიდან არის ესეთი სამი კალამი. ასევე მაქვს ერთი კალამი სეუდან, ერთი კალამი იფსუდან და კიდე ერთი კალამი სეუდან. სხვათა შორის, როცა იმ პროექტზე ვიყავი, რაღაც პროექტი იყო, არ მოსულს რა იყო, მაგრამ მე მიდევს რომ ამიღო ესეთი სტაფილოსფერი კალამი, ეს სხვა დღეს ავიღე, მაგრამ ლურჯი კალამის მოცემა უდოთ რა, იმიტომ რომ თხოვე მეთქი შეიძლება რომ ავიღო მეთქი რა და ლურჯი უდოთ. მაგრამ მე ვთხოვე მეთქი შეიძლება თქო რომ ავიღო სტაფილოსფერი და საბოლოოდ სტაფილოსფერიც მომწეს და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ სტაფილოსფერი ფერი მაინც უფრო მომეწე განსხვავებული არის. ეს კალამიც იფსუს პროექტიდან არის და ეს არის ნიუ-იორკ უნივერსიტეტის ბანაკიდან. სასკოლო ოლიმპიადაზე გავიმარჯვეთ და წაგვიყვანეს დაახლოებით 20 ბავშვი ვიყავით და აი ასეთი კალამი მომწეს. კალამებით ავასრულეთ და ახლა დავუბრუნდეთ კვლავ სტიკერებს. აი ესეთი სტიკერები მაქვს და მოდით ვნახოთ რატომაც სამყაროს ძაფები აქვს. აი ესეთი სტიკერები სოციალური დიზაინის დღეებიდან საკმაოდ ბევრი სტიკერები მაქვს. აი ასეთი და რა თქმა უნდა აი ესენი და ერთ-ერთი აქედან მომიოყრა ლეპტოპზე როგორც უკვე ვთქვი. ასეთი სტიკერები ეცნა ვიდეოში უკვე გაჩვენეთ, ამიტომ დიდად არ ჩერდები ამაზე, უბრალოდ მინდა რომ გაჩვენოთ რა არის ამ პენალში და მესტუმრეს სამი სტიკერი. და ასევე ყველაზე ეკონომიკური საჩქარი ვაუჩერი 50 ლარიანი. მოდით ახლა უკვე ჩავალაგებ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ახლა ვიღე და აქედან ავირჩიოთ ერთ-ერთი სტიკერი.
გამოვიდა ასე. აქ დავამატე ევროპის დღის სტიკერი, აქ და კიდე დიზაინის ინსტიტუტის სტიკერი და მეგონი კარგი გამოვიდა. ცოტა აკლია რაღაცები, აი აქ აკლია, მაგრამ დროთა განმავლობაში გაივსება, ამიტომ ახლა მე და მიკი ერთად უნდა გავაკეთოთ Figma-ში პროექტი. ჩემი თასკია რომ გავაკეთო ბანკის აპლიკაციასავით ინტერფეისი უნდა გავაკეთო ყველანაირი განყოფილებებით, ყველაფრით გავაკეთე გარკვეული პეიჯები და მინდა რომ გაჩვენოთ გამეყრება. იმედია ჩანს. მოკლედ ეს ორი არის აპლიკაციის გახსნის მომენტში როგორი არის. ეს არის მე ვერიფიკაციისა და Face ID-ის მომენტები როგორია. ეს ყველა პეიჯი ძალიან მომწონს, მაგრამ აი ეს ცოტა არა, იმიტომ რომ ეს გოგოს ფოტო ცოტა არ შეფერეს ამას და ახლა უნდა გავაკეთო თვითონ home screen-ი როგორი არის. ანუ აქ მიწერია home, გადარიცხვები და ასე შემდეგ და შეიძლება ამ პეიჯებისთვის გავაკეთო. არ ვიცი ნახოთ და საბოლოოდ გაჩვენებთ მე როგორი გამოვა.